ქართული ოცნების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, თითქოს მათ ვერ მოისმინეს რაიმე რეალური არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთოდ რატომ არის რუსული და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სინამდვილეში ეს არგუმენტები ამომწურავად იყო მოყვანილი კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვების დროს. ეს არგუმენტები წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის ვეტოშიც. და ეს არგუმენტები ძალიან ჩაშლილად წარმოდგენილი იყო კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაში. თუმცა, რადგან მაინც იგივე პოზიცია აქვთ კანონის ინიციატორებს, რომ მათ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები არ მოусმენიათ, მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ, რა ძირითად მანკიერებებს შეიცავს ეს კანონი. რატომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს და კარგია თუ არა ის საქართველოს ინტერესებისთვის. პირველი, ეს არის სტიგმატიზაცია. ანუ კანონი ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ან მედია საშუალებამ თუ მისი დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოური, თავი დაირეგისტრიროს უცხოური ძალის ინტერესების გამდარ ორგანიზაციად. ანუ მიიწებოს ეს იარლიყი, ეს სტიგმა, რომ ის უცხოელებზე მუშაობს, საქართველოს ინტერესებს კი არ ემსახურება. მაგრამ ეს სტიგმის მიწებება თვითმიზანი ხომ არ არის. რატომ სჭირდებათ ამ კანონის ავტორებს ამ სტიგმის მიწებება? იმიტომ რომ ჯერ ერთი დაეცეს ხელისუფლების მაკრიტიკებელი დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ავტორიტეტი საზოგადოების რაღაც ნაწილში. და მეორეც, გამართლებული იქნას რეპრესიები ამ ორგანიზაციების მიმართ. რომ მომავალში, როცა ხელისუფლება დახურავს ამ მედია საშუალებას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს გამართლდეს იმით, რომ თურმე ის უცხოური ძალის ინტერესებს ემსახურებოდა და დახურავდნენ, აბა რა იქნებოდაო. ეს ძალიან გავს ბოლშევიკურ რეპრესიებს, ხალხის მტრად გამოცხადების ბოლშევიკურ პრაქტიკას. და როგორც მაშინ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ადამიანებს აცხადებდნენ ხალხის მტრად, ეს კანონიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მარტო იმიტომ, რომ დაფინანსების 20% მოდის უცხოეთიდან, ადამიანებს ხალხის მტრად აცხადებს. რა მიზნით ან რისთვის აკეთებდნენ? იმისთვის, რომ მერე იმ ხალხის მტერს დახვრეტ და საბჭოთა ხელისუფლება თუ გადაასახლებდა, ეს გამართლებულიყო ხალხში. კანონის მეორე მანკიერება არის მონიტორინგი. ანუ თუ არ დაიბრალებს ეს ორგანიზაცია, რომ არის ხალხის მტერი, ასეთ შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფომ წელიწადში ორჯერ ჩაატაროს მონიტორინგი, რომლის საფუძველი არის იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება. ანუ რამე ობიექტური ინფორმაცია კი არა, გადაწყვეტილება. მეორე საფუძვლად ობიექტურ ინფორმაციაზეცაა მითითებული, მაგრამ რა საჭიროა მითითება? თუ გადაწყვეტს იუსტიციის სამინისტრო, შეუძლია ჩაატაროს მონიტორინგი. თვალსაჩინოებისთვის, რომ კარგი შედარება მოვიყვანოთ. გამოძიების დაწყების საფუძველი რომ იყოს, სისხლის პროცესში გამომძიებლის გადაწყვეტილება. არა თუ ინფორმაცია რაღაც დანაშაულის შესახებ, არამედ გამომძიებელმა გადაწყვეტა და დაიწყო გამოძიება. ანუ ასე უსაფუძვლოდ შეიძლება მონიტორინგის დაწყება. მონიტორინგის ვადა არ არის განსაზღვრული. ანუ შეუძლია 6 თვეში ერთხელ ჩაატაროს, ხომ? 5 თვე და 29 დღე შეუძლია ატაროს ეს მონიტორინგი. როგორი ინტენსივობის არის ეს მონიტორინგი? ყველა დოკუმენტაციაზე წვდომა აქვს მონიტორს. მოთხოვნის უფლება აქვს ყველა სახის ინფორმაციის, არა მარტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, მათ შორის თანამშრომლების და დაქირავებული აყვანილი სპეციალისტების პერსონალური მონაცემები. და მათ შორის ისეთი განსაკუთრებული მონაცემების მოთხოვნის უფლება აქვს, როგორიც არის თქვა სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური მიმართულება თუ სიმპათიები და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, უსაფუძვლოდ ასეთი ინტენსივობის მონიტორინგი ვადის შეზღუდვის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ჩაუსახლდება იუსტიციის სამინისტროს ეს მონიტორი ამ ორგანიზაციას და უკვე როგორ დისკომფორტს უქმნის, ფაქტობრივად პარალიზებას მოახდენს ორგანიზაციის. მაგრამ საკონტროლო გასროლაც არის დატოვებული იქ. იმიტომ, რომ ამ მონიტორინგის შედეგად სახელმწიფოს შეუძლია სანქციები დაუწესოს. ეს სანქციებია მესამე მანკიერება. და სანქციები არის შემდეგი. თუ აღმოაჩენს იუსტიციის სამინისტრო, რომ შემოსავლის 20% აქვს ორგანიზაციას უცხოეთიდან და თავისი ნებით არ დაირქვა მან ხალხის მტერი და აჯარიმებს 25,000 ლარით. და თან თვითონ დაარეგისტრირებს, თვითონ დაარქმევს ამ სახელს. მაგრამ იმას, ორგანიზაციას მაინც რჩება ვალდებულება თვითაღიარება მოახდინოს. და 10 დღეში თუ არ მოახდენს ამ თვითაღიარებას და შემდეგ ყოველ 1 თვეში დაჯარიმდება ჯერ 10,000 ლარით, შემდეგ 20,000 ლარით. პირი, რომელიც იქ მუშაობს, თუ არ წარადგენს ყველა ინფორმაციას, მათ შორის მაგალითად პერსონალურს, რომელზეც არავითარი კავშირი აქვს დაფინანსებასთან, 5,000 ლარით დაჯარიმდება ყოველ ასეთ მოთხოვნილ ინფორმაციაზე. ეს არის საკონტროლო გასროლა იმისთვის, რომ აუცილებლად მიაღწიონ ორგანიზაციის ლიკვიდაციას. ანუ რას აკეთებს ეს კანონი?
ეს კანონი შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, მისი გამკრიტიკებელი ხმა არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სახით უბრალოდ მოსპოს, გააკროს ქვეყნიდან. აი, ამიტომ ეწინააღმდეგება ეს კანონი კონსტიტუციის 22 მუხლს, გაერთიანების თავისუფლებას. იმიტომ რომ გვაქვს ეს გაერთიანების უფლება და თუ გააქრობენ, აღარ გვექნება. ასევე გამოხატვის თავისუფლებას, იმიტომ რომ მედია საშუალებებს თუ გაანადგურებ, ირღვევა ეს უფლება. ასევე პირადი ცხოვრების უფლებას, იმიტომ რომ ითხოვდი პირადი ცხოვრების ნებისმიერ ინფორმაციას და დისკრიმინაციის აკრძალვასაც. და საერთოდაც კონსტიტუციის 78 მუხლსაც, რომელიც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს ყველაფერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აი, ასეთი მარტივად დასანახია, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი კონსტიტუციას. და კიდევ, რაც სამართლებრივ შეფასებაში არ შედის, მიზანი რა არის ამ კანონის? მიზანი არის ის, რომ ეს კანონი ჩვენ გვაშორებს დასავლურ ცივილიზაციას, ტრადაცხადებს დასავლეთს. თითქოს ისინი კი არ გვეხმარებიან, არამედ პირიქით აგენტურა ჰყავთ აქ და თავის ინტერესს ახმარენ ჩვენს ქვეყანას. შედეგად, პარტნიორების და მეგობრების გარეშე მარტონი ვრჩებით ჩვენი ნამდვილი მტრის, რუსეთის პირისპირ. აი, ეს არის ამ კანონის ბოროტი მიზანი და ამიტომ არის ეს კანონი რუსული.